ჩვენი სტუმარია თამაზ მეჭიაური, პარლამენტის წევრი, ახლად დაფუძნებული პარტიის, ხომ? თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის ხელმძღვანელი, ლიდერი. ბატონო თამაზ, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოგესალმებით, მიმესალმები, თქვენს წელიმაყურებელს. მადლობა. თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთან, თქვენი სახელის გამოყენება აი ამ პარტიის სახელწოდებაში, ანუ საარჩევნო სვაა, ცნობადობის თვალსაზრისით, რომ ეს პირველი არა, ასე იყო, ასე არის მე მგონი რეგისტრირებულ სუბიექტთა უმრავლესობა. და ეს განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ძალიან ბევრი საარჩევნო სუბიექტია პოლიტიკურ ველზე გამოდანილი, იმისათვის რომ ამორჩეველს გაუადვილდეს ამარჩევანის გაკეთება, ნუ ამისთვის ეს არის ადაპტირებული და ამერიკა რო ავიღოთ, სადაც ორი პარტია იქ ძალიან ადვილია გამორჩევა, თუმცა ამაზეც უკვე პრობლემა მოიხსნება. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ უკვე საარჩევნო ბლოკი შევქმნით, სადაც უკვე 4 სუბიექტია და იქ უკვე გვარის გამოყენებას აღარ ვაპირებთ, იმიტომ რომ იქ მაგრამ არ არიან ამ თქვენს ბლოკში, მე როგორც შევხედე, ხა ძალიან ცნობილი რაღაც პოლიტიკური ჯგუფები არ არიან. ცნობები არიან, არც დაანაგვიანებული წარსულით არავინ არა იქ და მაგრამ ცნობადობის თვალსაზრისით რაღაც ცნობადობას თუ იქ რა თქმა უნდა ის მათი ასე თქვა წარსული და გადავხედავთ, საკმაოდ სუფთა წარსული აქვთ. ყველას აქვს სათქმელი რატომ მიცხოვრა რა პოლიტიკური წარსულით და აქედან გამომდინარე მე ვაჩნია რომ გაერთიანებთ. რა თქმა უნდა ის რომ ის ეროვნულ ნიადაგზეა ფაქტიურად ეს გაერთიანება შემდგარი როცა აქ არის ფაქტიურად ორპოლუსიანი გახდა დღესდღეობით პოლიტიკური ველი და ხან რეფერენდუმებში აისახება ეს და ხან ერთმანეთის დასწრებაში ვინ უფრო მეტად. და პირიქით მრავალფეროვანი არ არის უფრო? არა, ფაქტიურად ორპოლუსიანია თქვენ პოლიტიკურ გემოვნებასთან დაახლოებული პარტიები არსებობენ მართლაც და ბევრად უფრო ცნობილი პარტიები. აი მაგალითად ნინო ბურჯანაძისთან ან პატრიოტთა ალიანსთან თანამშრომლობა არ გიცდიათ? ნუ რა გითხრათ ახლა ეს თქვენ შეხედულებები ხო აი საგარეო საკითხში ალბათ მათანაც გვაქვს და ალბათ გააქვთ კონსულტაციები ახლა იმ კუთხით რომ მათ ეს ყველა ის სუბიექტები ვართ რომლებსაც მე მგონია რომ პრობლემა ბარიერის გადალახვის არ გააჩნია თითქმის თუნდაც ჩვენ თუნდაც პატრიოტებს მე მგონი ასევე ალბათ ნინოს გამომდინარე აქედან ალბათ როცა ერთად ხო მეტი შანსი გექნებოდათ ნუ შანსი მარტო ახლა მე არ მგონია მათი მიზანი ისე როგორც ჩვენ მხოლოდ ბარიერის გადალახვა იყოს აქ რა თქმა უნდა თითოეულ ჩვენთაგანს აქვს იმისი სურვილი და ამბიციაც, რომ მომავალ პარლამენტში წარმოდგენილი ვიყოთ იმ რაოდენობით, რომელიც მოგცემს საშუალებას იმისას, რომ პროცესების მართვაში მივიღოთ აქტიური მონაწილეობა. წარმატება თქვენი მიზანი არის, ხო? რა თქმა უნდა, არა მხოლოდ პარლამენტში მოხვედრა, არამედ იმ დოზით შესვლა პარლამენტში, რომელიც მოგცემს უფლებას, რა თქმა უნდა, მე შორს ვარ იმაზეც რომ ქართული ოცნება არ იქნება წარმოდგენილი სოლიდურად, მაგრამ ამავე დროს მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ისინი ვერ იქნებიან აბსოლუტური უმრავლესობით წარმოდგენილი, რომელიც მათ მისცემს საშუალებას დააკომპლექტონ თავრობა. ივანიშვილმა თქვა, რომ ჩემი პროგნოზი საშუალოდო არის 95 მანდატიო. თქვენ მასთან მეგობრობდით, მე როგორც ვიცი, გაგიბიჭდათ ურთიერთობა პარტიიდან წამოსვლისას. ტერმისი არასოდეს არ გავხდები, ეგ არის გამორიცხული. ანუ მტრობას არ გეუბნებით, როგორი ურთიერთობა გაქვთ პარტიიდან წამოსვლის შემდეგ? მე უკვე ფაქტიურად აღარ კონტაქტობ, იმიტომ რომ ისედაც გვაბრალებენ, რომ მე რაღაცა პროექტი ვარ, ამ დროს არ ვარ პროექტი და აქედან გამომდინარე, თუნდაც იმიტომ რომ აი ამ ჭორებს არ მივცე კიდე უფრო გაღვივების საშუალება, მე თვითონ აღარ კონტაქტობ მასთან და არც მას გამოუხატავს ამის სურვილი. ნუ ყოველ შემთხვევაში ეს 1-2 თვე ასე გრძელდება და არჩევნების დამთავრებამდე მე მგონი
არ გვექნება კონტაქტი, ალბათ პირველის გააკეთებს ზარს, როცა მოგვილოცავს წარმატებას. აჰა, თქვენ ასე ფიქრობთ, ხო? რა თქმა უნდა, ეხლა. ბატონო თამას, უბლოკო სტატუსის შესახებ ჩანაწერის გაკეთებას და ინიციატივას ბურჯანაძის კონსტიტუციაში ჩანაწერის გაკეთებას თქვენ ემხრობით ალბათ, ხო? თვითონ იდეას იმისა, რომ დღესდღეობით ჩვენ არ უნდა ვიყოთ რომელიმე ბლოკის განსაკუთრებით ნატოს წევრი, ასევე ჩვენს ტერიტორიაზე რომ არ უნდა განმალაგოთ სხვისი სამხედრო ბაზები, ამას ვემხრობი და არათუ ვემხრობი, მე თვითონ იგივე აზრზე ვარ სხვისი დახმარების გარეშეც. ხო, ბურჯანაძის გარეშეც ამ. რა თქმა უნდა, მე ამ ზღვაზე ვიყავი ყოველთვის, თუმცა რა თქმა უნდა, მისას პატივსებ, რომელიც სამხედროშია კიდევ მეორე ჩვენსაცთანაც, მაგრამ რაც შეეხება თვითონ ახლა ამისი განხილვის დაწყებას და ასე შემდეგ, ეს იმხელა პროცედურებთან არის დაკავშირებული, რომ ამას მინიმუმ მომავალი პარლამენტის საგაზაფხულო სესიებამდე ადრე ვერ მოესწრება. აქედან გამომდინარე, ახლა მე კიდევ ვიმეორებ ამ ეტაპზე მიმაჩნია, რომ კარგია რომ ასე იყოს, მაგრამ შედეგის თვალსაზრისით ახლა ეს ინიციირება ამ ეტაპზე არაფერს არ მოგცემს. ამ დროს პარლამენტის თავმჯდომარემ საკმაოდ საგანგაშოდ მიიჩნია, როგორც ჩანს ეს ინიციატივა, იქამდე რომ მან საპირისპირო ჩანაწერის გაკეთება მოითხოვა კონსტიტუციაში, რომელსაც თქვენ არ ეთანხმებით, ვიცი. მე კი არ ვთანხმები, ახლა ეს ისევე შეუძლებელია ამის გაკეთება, რასაც ის ამბობს, მაგრამ ამით უბრალოდ მან კედელთან მიაყენა თავისი ეგრეთ წოდებული ყოფილი პარტნიორები, რომელსაც მე არ ვიყავი იმ დროს, არც ისინი არ თვლდნენ მე პარტნიორად და არც მე მათ, მაგრამ ოცნება მე რო გავაკრიტიკე რესპუბლიკელები, კიდევ პირველი თვითონ ოცნებიდან ჩემმა თანაგუნდელებმა დამარხეს ზოგიერთმა. იქ ჩვენი აზრი არ არის, ბატონო, ეგ მისი აზრიაო, მაგრამ ეხლა დღესდღეობით მე ისი არ ვაკრიტიკებ, არც ეს და არც მეორე ზოგოს ერთმანეთს თვითონ ისინი. გასაგები და რა შეეხება ამას კედელთან მიაყენა, იმიტომ რომ ეხლა ან უნდა მოუწერონ მათ ხელი და დაადასტურონ, რომ რასაც დეკლარირებულად აკეთებენ, რომ ისინი ევროატლანტიკური ალიანსისკენ მიისწრაფიან მთელი ზოგი უკვე იქ უახლოვდება ვაშინგტონს, ზოგი შუა ზღვაშია, ოკეანეშია სადღაც, ზოგი გიბრალტარშია გაჭირული და მიდის მთელი ეს ნაკადი ქართული ოცნების იქითკენ, ატლანტიკის ოკეანის გავლით ამერიკისკენ და ამ დროს იგივეს ამბობენ რესპუბლიკელები, ნაციონალური მოძრაობა და ეხლა უსუფაშვილმა უთხრა, აბატონო, თუ მიდიხართ აქეთ, მართლა მოაწერეთ ცოტა ხანი გაჩერდით იქიდან ან იქ ელექტრონულად მოაწერეთ ხელი. ქართული პარტია არ თვლის, რომ ეს უხერხულობაა, უბრალოდ ისინი ამბობენ, რომ ეს მიხვდნენ ისინიც, რომ ეს არის საარჩევნო. მართლა არც იმათთვის უხერხულობას, რომ როცა თავის საარჩევნო სიაში არ ყავს ის ხალხი, ვისაც ბორკილებიოდო დაუშვათ 2011 წლის 25-26 მაისის ღამეს. მათ შორის მე ხართ ოცნებას. არა, მათ შორის მეც, არა, ზოგი ოცნების იმ ნაწილზე, რომელსაც არ უბრძოლია და დღეს იქ სიებს აკეთებს და მაჟორიტარებს ასაკეთებს. არიან ასეთები. რა თქმა უნდა, ასეთებია თუ არა, ისინი მებრძოლები არიან ძალიან ცოტა. ხო და ის ხალხი, როცა აქ ავანგარდში აღარ არიან, მაგრამ ავანგარდში არიან ისეთი, რომელიც მაპატიათ რუსული ჟარგონისთვის, აპრავებდნენ იმ დარბების დაწყებას. ანუ და ისინი არიან ახლა ავანგარდში, ისინი ვინც იმ დარბების ხერხლი იყვნენ, ისინი აღარ არიან იქ. ან არიან სადღაც დარწმუნებული ვარ, აი, როგორც ბატონმა ბიზინა ივანიშვილმა ბრძანა რომ 95 გავარო, თუ აი ზუსტად 90-დან 95-ში შეიძლება მოხდეს ზოგიერთები და უთხრან რომ აბატონო გამსვლელ სიაში ხარ შეც. თქვენ ვის გულისხმობთ? ანუ წრომა ოცნების ხარდამჭერების ნაციონალებს გულისხმობთ, მაგრამ ისინი არ არიან ავანგარდში, ყოფილ ნაციონალებს, რომლებიც მაჟორიტარ კანდიდატებად ყავს ოცნებას, ამ ხალხს თუ სხვებს ისე ლაპარაკობთ, თითქოს რაღაც ზემოთ არის ეს ხალხი და ვინ არიან? ზემოთაც არის და იქაც არის, მაგრამ ყველას ღმერთმა გაუმარჯოს. უბრალოდ მე მინდა ამორჩევეს უთხრა ერთი რაღაც. აი ისიც ბატონი უსუფაშვილიც, რომელიც მართლა პატიოსნად აღწერა ყველაფერი, რაც იყო, იმიტომ რომ მან ბრძანა, რაშიც ვეთანხმები და ვთქვი, რომ ბიზინა ივანიშვილის გარეშე ქართული ოცნება პარტია არაო. თქვა ეს. მის გარეშე და სახელმწიფო რესურსიც რომ მოაცილო ამ ყველაფერს. იქნება ერთი რაღაც, აი 5%-თან აი მიახლოებული პარტია, რომელიც ან გადალახავს ამაში თქვენ და უსუფაშვილი ერთმანეთს ეთანხმებთ. არა, ამაში ვეთანხმები და რატო ეთანხმები, იცი, უსუფაშვილა ყველაზე კარგად გამოცადა თავის თავზე, რაც ნიშნავს ივანიშვილის გარეშე პოლიტიკაში ყოფნა. და სხვა შორის თქვენ გამოცდით ახლა? მე გამოცილი მაქვს, მე როგორია? მე როგორია და ვიყავი მიასი.
მეორე მხარეს ვიყავი, მაშინ როცა ბატონი ბიძინა უჭერდა ნაციონალურ მოძრაობას ხართ, მე მაშინაც მეორე მხარეს ვიყავ. გასაგებია. და სხვა შორის როცა ნაციონალური მოძრაობამდე მოქალაქეთა კავშირი იყო და მისი ფრაქციის თავმჯდომარე იყო თვითონ სააკაშვილი, მაშინაც იქ ვიყავი ოპოზიციაში და ფაქტობრივად მქონდა ორჯერ მოვუგე არჩევნები მაჟორიტარულად. ასე რომ აი ხლა თუ აპირებთ მაჟორიტარ დეპუტატად ეს უცხო არ არის და დღეს უფრო კომფორტულად გზნობ თავს. ვიდრე მაგალითად ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა მართლა სხვის საფარქვეშ ვიწევდა ეს ბატონი ბიძინა საფარქვეში იყო და მართლა ის რომ არა, მე ვაღიარებ, რომ ალბათ არც მე და ვერც სხვები კიდე ძალიან ბევრი 2012 წლის პარლამენტში ვერ მოხვდებოდით, თუნდაც იმიტომ რომ ვერ მოახერხებდით რეიტინგის პირობებშიც კი ხმების დაცვას. და ამიტომაც მან გადამწყვეტი როლი შეასრულა და ეს რაც არ უნდა მოხდეს მომავალში, ეს არ უნდა დავიწყოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მთელი ცხოვრება მხოლოდ მისი პოლიტიკური თუ ფინანსური კაპიტალით ვიცხოვროთ. მოკლედ მითხარით აპირებთ თუ არა მაჟორიტარ დეპუტატად. რა თქმა უნდა, იმასაც ვაპირებ, მაგას მე რეგეთქვით, იმიტომ რომ ჯერ ნერვები მინდა ბევრ საუშავო. აჰა, კარგით. თამაზ მეჭიაური იყო ჩვენი სტუმარი, პარლამენტის წევრი. ეს იყო პოლიტიკის ბოლო გადაცემა.